მშვიდობის და ხელისუფლების კავშირები ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან გამოუძიებელი მკვლელობების სერია ქვეყანაში კახაკალაძის კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და ოლიგარქის მიერ მიტაცებული აბასთუმნის დღე. ეს არის მთავარი შაბათს, რომელსაც ჩვენს გუნდთან ერთად მე მიშა სესიაშვილი წარმოგიდგენთ. დღეიდან მთავარი შაბათს კიდევ ერთ მორიგ სატელევიზიო სეზონს იწყებს. ცხადია, კიდევ უფრო მეტი შემართებით და მეტი ენერგიით. მაშასე კახიკალაძე ამტკიცებს, რომ მის ოჯახს სახელმწიფო შესყიდვებთან არანაირი შეხება არ აქვს და რომ ყველაფერს ოპოზიცია და ჟურნალისტები იგონებენ. იყო კონკრეტული ბრალდებაც, რომელიც მეზოვების ფორმას და 3 მილიონიან შესყიდვას უკავშირდებოდა. კალაძე ამ ყველაფერს უარყოფდა. მაგრამ თბილისის მერის შთამბეჭდავ დეკლარაციაში და ტრანზაქციების ძალიან გრძელ ჩამონათვალში არის ერთი კონკრეტული გადარიცხვა, რომელიც სრულიად საპირისპირო რეალობას აჩვენებს. მერის ოჯახმა 100,000 ლარი ასესხა სამკერვალოს, რომლის დირექტორი, მენეჯერი ასევე ფიგურირებდა კომპანიაში, რომელიც თბილ სერვისს უკავშირდება და ამასთან წლების განმავლობაში უნიფორმებით, მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ამარაგებდა. არის თუ არა ეს მერის კახიკალაძის პირდაპირი კავშირი სახელმწიფო ტენდერებთან და მილიონების განაწილების სქემასთან? ორივე მხარე ეს კომპანიაც და თავად კალაძეც ამტკიცებს, რომ არა, დანარჩენი მაყურებელმა გადაწყვეტოს. დახეული უნიფორმა თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს. მილიონობით ლარი კი დედაქალაქის მერის კახაკალაძის მეუღლესთან დაკავშირებულ კომპანიებს. ასეთია ქართული ოცნების მერობის კანდიდატის მიდგომა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც დახეულ ფორმასთან ერთად დედაქალაქის ქუჩების დასუფთავება უმძიმესი სამუშაო პირობებით უწევთ. შპსმ გლობალი ეს არის კომპანია, რომელიც მეზოვების სამოს ქმნის. 4 წლის წინ კახაკალაძემ ამ კომპანიას სრული ნდობა გამოუცხადა. სწორედ მ გლობალს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ყველა მეზოვეს ზამთარსა თუ ზაფხულში ხალისხიანი უნიფორმა ეცვას, თუმცა რეალობა სულ სხვა. 3 მილიონ ლარზე მეტი თბილისის მერიამ მ გლობალს ფორმების შესაქმნელად უკვე ჩაურიცხა. კომპანია დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გარდა უნიფორმებს თითქმის ყველა უწყებას უკერავს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსურ პოლიციას. დაბალი ფასი ასეხსნის მ გლობალის დირექტორი ყველა სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებას. თქვენ კერავთ მეზოვების ფორმებს, ხომ ასეა? იგებ ტენდერებს შემოსავლების სამსახურის, მეზოვების, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის კერავთ ფორმებს. არა მარტო. ჩვენ ფასს ვაფიქსირებთ და ყველაზე დაბალი ფასი ვისაც ექნება, შემდეგ ის პირველი მესენჯერია, რომ საბუთების წარადგინოს და. ეს ნიკოლოზ კვირიკაძეა, მ გლობალის ახალი დირექტორი. 2019 წლამდე ამ კომპანიას სათავეში გრიგოლ ძიძიგური, ანუ კი არეშიძის უახლოესი გარემოცვის წევრი ედგა, თუმცა 2 წლის წინ ძიძიგურმა კომპანია ნიკოლოზ კვირიკაძეს მიჰყიდა და თავად ახალ კომპანიაში ფაბრიკა კრაფტში გადავიდა. 2019 წლამდე სანამ ძიძიგური მ გლობალს გაყიდიდა, 3 წლის განმავლობაში მეზოვების ფორმებს თავადაც ქმნიდა. ახალ კომპანიაში გადასვლის შემდეგ კი მ გლობალმა იგივე ხაზი კომპანიის ახალი დირექტორის პირობებშიც გააგრძელა. ამას აქვს თავის კომპანია ანოუკი, რომელთანაც თანამშრომლობს კომპანია, სადაც მე ვარ დასაქმებული ფაბრიკა კრაფტი. ანუ ჩვენ კერვის მომსახურებას უწევთ ხოლმე მათ. ძირითადად დამკვეთები არის უშუალოდ ანუკას ხაზი, ანუ ფეშენის მიმართულება რაც აქვს, იმას კერავს ფაბრიკა კრაფტი. მეზოვების ფორმებს კერავდი მე. ოღონდ ეგ იყო 2016-17 წლებში, როცა მუშაობდი შპსმ მოდელების სახლის მატერიაში მაშინ. მ გლობალის ყოფილი დირექტორი და მფლობელი გრიგოლ ძიძიგური შაბათის მთავართან ამტკიცებს, რომ ანუკი არეშიძესთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა და ახლაც აქვს. ამბობს, რომ ფაბრიკა კრაფტში გადასვლის შემდეგ სამოსის შექმნის ახალი მიმართულება აქვს და სახელმწიფო უწყებებისთვის ფორმებს აღარ ქმნის. ის, რომ ძიძიგური კახაკალაძის მეუღლის უახლოესი გარემოცვის წევრია, ამას 100,000 ლარიანი სესხიც ადასტურებს, რომელიც ანუკი არეშიძემ გრიგოლ ძიძიგურს 2019 წელს ფაბრიკაში კონკრეტული ინვენტარის შესაძენად ასესხა. თანხა მისი სიდიდის გამო კახაკალაძემ თავის ბოლო დეკლარაციაშიც მიუთითა. 70,000 ლარი ერთი. კი ბატონო, არა, ლაშიკის. ანუკა არეშიძე 7,700 ევრო. ანუ ფაბრიკა კრაფტმა ისესხა ანუკა არეშიძისგან.
მიზნობრიობა ის იმისთვის, რომ გაკეთებულიყო ფაბრიკა და მოწყობილიყო მანქანა დანადგარები და ასე შემდეგ. მოდის სახლი მატერია. ეს არის შენობა, რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დავალებას ასრულებს. სწორედ ამ შენობაში იქმნება დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის უნიფორმა. კომპანია M Global-მა ძველი თუ ახალი დირექტორის მმართველობისას ჯამში 5 წელი შეძლო და მოახერხა ყოველ წელს თბილისის მერის მიერ გამოცხადებული ტენდერის მოგება. M Global-ის ახლანდელი მმართველი ნიკოლოზ კვირიკაძე მერის ოჯახთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ 3 მილიონიან ტენდერს საკუთარი დამსახურებით იგებს. ანუ კი არაშიძესთან თქვენ არანაირი ცდომა არ გაქვთ, არანაირი? აბსოლუტურად არანაირი არ მქონია, არც მეგობრული, არც საქმიანი, არც არ ვიცი. ეს ორი კომპანია ამ ერთი ადამიანით არის დაკავშირებული დოკუმენტურადაც, ანუ საბუთებრივადაც დაკავშირებულია. შესაბამისად ახლა თუ ვინმეს უნდა დაიჯეროს, რომ ანუკი არეშიძე და კალაძე ამ ხელშეკრულებაში არაფერ შუაში არის, ეს თავის ნებაა. თუმცა შემთხვევით რომ არაფერი არ ხდება, შემთხვევით რომ არ მოხდა რომ ანუკი არეშიძის კომპანიაში რომ დირექტორია, ის კაცი აღმოჩნდა დირექტორი იქ, სადაც კალაძემ ხელშეკრულება გაუფორმა დასუფთავების სამსახურის ტანსაცმელზეც, ფაქტია რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში. ის რომ კახა კალაძის ოჯახი უნიფორმების შექმნაში ჩართულია, ამაზე თავად დასუფთავების სამსახურის უკვე ყოფილი თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძე საუბრობდა. მისი თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ მაშინ გაიგო, როცა დახეული ფორმის შესახებ დაიჩიულა. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ კახა კალაძის ოჯახი ფორმების კერვის პროცესში ირიბად ნამდვილად ჩართულია და კომპანიები და ხელშეკრულებები მხოლოდ ფორმალობაა. ეს არის კორუფციული სისტემა ზოგადად. იმიტომ რომ საზოგადოება ჩამოყალიბებულია, რომ მერიაში არის კორუფცია. არსებობს ირიბი კავშირები, ანუ არ არის აუცილებელი, რომ პირდაპირ ეწეროს სახელი და გვარი იმ ადამიანის. კალაძეს მხოლოდ აქვს ერთი პასუხი, რომ ეს არ არის სიმართლე. ამას დადასტურება უნდა, ამას უნდა უფრო მეტი მტკიცებულებით უნდა გაამყაროს, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან არსებობს ინფორმაცია, არსებობს დოკუმენტალური კავშირები. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისგან განსხვავებით კახი კალაძე უარყოფს და ამტკიცებს, რომ მის მეუღლეს ანუკა არაშიძეს მეზოვეების ფორმების შექმნასთან ან სახელმწიფო ტენდერებთან შეხება არასდროს არ ჰქონია. მეტიც, დედაქალაქის მერი ირწმუნება, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. სიცრუეა და ტყუილია. ამასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთებული იყო, როდესაც პირდაპირ ეთერში თქვენთან დასმული ყავდათ ადამიანი და სიცრუეებს ალაპარაკებდით და მცდელობა გქონდათ საზოგადოებას შეგეყვანათ შეცდომაში, ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი. ჩემი მეუღლის კომპანიას არასდროს არ ქონია შეხება სახელმწიფო უწყებებთან, არასდროს რაიმე ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა, არც ახლა და არც მომავალში ეს ასე იქნება. თბილისის მერისგან ეს პასუხი გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა. პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კახა კალაძე სხვადასხვა გარიგებებში მისი თუ მისი უახლოესი გარემოცვის მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს. ის იმ ქალაქის მერია, სადაც უწყებების რიგით თანამშრომლებს უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა, მაღალჩინოსნები კი მათი შრომით მდიდრდებიან. კახი კალაძის მშობლიური სამტრედია კი დღეს კრიმინალურ ქაოსში არის ჩავარდნილი. რამდენიმე კვირის წინ ახალგაზრდა მამაკაცი კრიმინალური გარჩევის დროს ავტომატით ჩაწრილეს. ვინ დააცალა მოკლულს მთელი მჭიდი, პოლიციამ ეს ჯერაც ვერ გააკვია. ჟურნალისტური გამოძიებით და სხვადასხვა წყაროების გადამოწმებით კი გავარკვიეთ, რომ რეალური მკვლელები არც დაკავებულები არ არიან და მათ არც არავინ ეძებს. მეტიც ისინი მაღალი ალბათობით ანაპურაში გადაცმულები, რომელიმე მონასტერს აფარებენ თავს. ქალაქში კი იგივე კრიმინალური დაჯგუფება ისევ დაუსჯელად დათარეშობს და გავლენიანი მფარველის თუ მფარველების წყალობით, რომელთა შორის სხვადასხვა წყაროების, სხვათა შორის კარლო კალაძესაც ასახელებენ, მათ ვერავინ ეხება. ფაქტია, რომ სამტრედიაში რაღაც ხდება და დამნაშავეებს არ სჯიან. აქაურებს საუბრის ერიდებათ, ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარს გაურბიან. სწორედ ამიტომ რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც ინტერვიუზე დაგვთანხმდა, ამ რეპორტაჟში მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე გავა მათ სახეს ჩვენ განგებ არ ვაჩვენებთ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
თუ შეიძლება თქვენ და მართ არ მინდა მაგ თემას არა ცუელაფრის აგელაპარაკე ეს ახალგაზრდა 18 ივნის სამტრედიაში მოკლული გრიგოლ იგივე მერაბ ხონელიძის ძმა თემა კი რომელზე საუბარიც მას არ სურს სწორედ ამ გახმაურებულ საქმეს ეხება ის ცდილობდა დავერწმუნებინეთ რომ მისი ოჯახის წევრი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა თან გვიმტკიცებდა რომ 3 თვის წინ მომხდარ მკვლელობაზე ვერც ვერაფრის გარკვევას მოახერხებდით ვერაფრის ვერ გაარკვევთ აქ არიან დაკავებულები ის ადამიანები რომლებიც იღებდნენ არაფერი არ არის თქვენი ძმა მოკლეს არა გარდაიცვალა რა იყო მისი გარდაცვალების მიზეზი ავტოავარია ის რომ მერაბ ხონელიძე ავტოავარიაში არ გარდაცვლილა ამის გადამოწმება მარტივად შესაძლებელია 18-19 ივნის სამტრედიაში იმერეთის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშწორების შესახებ ინფორმაცია ყველა ტელევიზიამ გაავრცელა მაშინ ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ყვებოდნენ რომ ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის სისხლიანი დაპირისპირება ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში მოხდა მიზეზებზე არავინ საუბრობდა თუმცა მაშინვე იყო ვერსია რომ 32 წლის ხონელიძე კრიმინალური გარჩევისას მოკლეს მას ავტომატის მთელი ჭიდი დააცალეს ციცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებების გამო კი ის ავადმყოფოში გარდაიცვალა. ძიმედ იყო დაჭრილი მისი მეგობარიც. ამ საზარელი მკვლელობიდან თითქმის 3 თვის თავზე მთავარს კონფიდენციალურმა წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, რომ ხონელიძის მკვლელობის საქმეს პოლიცია აღარ იძიებს და დამნაშავეები, რომლებმაც 32 წლის კაცი ჩაცხრილეს, ისევ თავისუფლები არიან. ინფორმაციის გადასამოწმებლად პირველად, რა თქმა უნდა, სოფელ 1 მაისში მოკლულის ოჯახში მივედით, თუმცა ძმამ საუბარი არ ისურვა. ამის შემდეგ შევეცადეთ დეტალები იმავე სოფელში გაგვერკვია. მოკლა ქურზებმა თქვენ? რაღაცა შემოხლა. ვერ გეტყვი ვერაფერი. ადგილობრივებმა იციან, რომ 18 ივნის სამტრედიაში კრიმინალური გარჩევა იყო, რომელშიც ისეთი პირები მონაწილეობდნენ, ვისაც რაიონში გავლენა და პოლიციისგან ხელშეუხებლობა აქვთ. ამის გამო თითქმის ყველა მოსახლე, ვისთანაც მივედით, ჩვენთან საუბარს ან საერთოდ მოერიდა, ან მომხდარზე განსაკუთრებული სიფრთხილით ისაუბრა. შესაბამისად, ჩვენც ყველას კონფიდენციალობას ვიცავთ და მათ სახეს არ გაჩვენებთ. თვითონ ამბობენ, რომ ის ვინც მოესროლაო მაგასო, ის არ არის აზრზე კარგათო, რაღაცა არის დაზიანება ქონდაო და შეშტომით მოკლენო, ასე გამოვიძახმა და არის. თავისუფლებაზე არიანო. იმალებიან კაცო, დასაბალისმეტი რაღაც. რა ვიცი. ფარველობს ვიღაცა აბა მინიფერ კაცი მოკლეს და არაფერი არ არის, ო. რატომ არ იჭერენ დამნაშავეებს? ამაზე პასუხი ადგილობრივებისთვის მარტივია. ისინი ამბობენ, რომ სამტრედიაში ერთი დიდი კრიმინალური დაჯგუფებაა, რომელსაც პოლიცია ვერ ეხება. შესაბამისად, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს სამართალდამცავები უბრალოდ არ იმჩნევენ. არ გამოიძიება ეგ საქმე. თუნდაც მართალი ყოფილი. უკვე მკვდარია. მეც ესეთი ინფორმაცია მაქვს, რომ რაღაცა სიმსხვერპლა ის ბავშვი. გარჩევით, ძველ გარჩევით საქმეს მეგონა. და როგორც იცით, ეს ადამიანები არ არიან დაკავებულები. არც დააკავებენ თქვენ. ზოგადად ისეთი სიტუაციები ხდება განსაკუთრებით ამ კუთხეში. თუ კი ვინმე არ აკავს, თავს ვერ გაიტან. ზოგადად კლანი რო არის, ეს ფაქტია. იყო და არ. ამ საქმეზე ბევრი დეტალის გარკვევა შემთხვევის ადგილზეც შეუძლებელი აღმოჩნდა. სამტრედიაში იმერეთის ქუჩაზე მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მხოლოდ ავტომატის ჯერი გაიგეს და მერე დაჭრილები ნახეს. არავინ საუბრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც გარჩევაში მონაწილეობდნენ. არა და როგორც წყარო გვეუბნება, შემთხვევას ბევრი თვითმხილველი ყავდა და იმ ბიჭებსაც ყველა იცნობს, რომლებმაც ხონელიძე მოკლეს. ყველაფერი იცის პოლიცია, რაიონის უბრის ინსპექტორმა, იმერმა და იქიდან გააკვირ ყველაფერი. ჩვენ არაფერი. მე უბრალოდ გამგონე ხმა, დამთავრდა სროლა, გადავედი და დავინახე ერთი უცხო ბიჭი დაჭრილი და არც ვიცი ვინ იყო და რა იყო, დახამტულები ხარ ყველა. დაჭრილა ვიღაცამ რა მოხდა არ ვიცი. ხალხთა ბიჭი მოკლეს, დაჭერილია ორი ადამიანი, მაგრამ იგენი არა მკვლელები, ერთად გაზრდილები. უკანი ძალიან შეიპარა, ეწობა ტყეია, გოვალი მიწოვებული სახლი იყო, პატრონი ყავს, მაგრამ მიწოვებული ყო არ დარწმუნდა და ვიღაცა მიეპარა და შეიქცა მე არიციან ნა. რატომ უნდა მოეკლათ 32 წლის გრიგოლ იგივე მერაბ ხონელიძე? ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხი არ არსებობს და მხოლოდ ვარაუდებია. ხონელიძე წარსულში ორჯერ ნასამართლევი იყო. მკვლელობის მომენტში ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, რომლის ვადაც 25 ივლისს ეწურებოდა. არავინ ამბობს, რომ კრიმინალურ სამყაროში მას რაიმე სტატუსი ჰქონდა, თუმცა მისი საფლავის ქვაზე ეგრეთ წოდებული ქურდული ვარსკვლავებია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ სამყაროში მას რაღაც გავლენა ჰქონდა. არის კიდევ ერთი გარემოება. ხონელიძის საქმით ჩვენი დაინტერესება გარკვეულ ჯგუფს როგორც ჩანს არ მოეწონა. საფლავის გადაღებისას ადგილზე მოულოდნელად გაჩნდა მანქანა, რომელში მსხდომებმაც ასეთი რჩევა მოგცეს. არა და
როგორც ჩანს, გასაკექი და მოსაძებნი ამ საქმეში ბევრია. ხონელიძის ერთ-ერთმა ახლობელმა პირად საუბარში გითხრა, რომ საპატიმროს დატოვების შემდეგ ის სულ ფრთხილობდა. ქუჩაში გასვლას ერიდებოდა, თითქოს რაღაცის ეშინოდა. ჩვენ წყარომ გითხრა კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები, ვინც 18 ივნის გარჩევაში მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი მოკლულის დიდი ხნის ნაცნობი ზაზა თავაძეა. ასევე წყაროს ინფორმაციით, თავაძე კიდევ ერთ პირთან, გიგო გიორხელიძესთან ერთად მკვლელობის შემდეგ იმალება. მისივე ცნობით ისინი ერთ-ერთ მონასტერს აფარებენ თავს. ზაზა თავაძის სახლში ამ თემაზე არავინ დაგველაპარაკა. თავაძეების აჯანყი ვეძებ. აგერ ვინმე არის სახლში? წყაროსავე ინფორმაციით, თავაძის გვარი ხონელიძემ ექიმებსაც უთხრა, მაშინ როცა მძიმე ჭრილობებით ის კლინიკაში შეიყვანეს. ინფორმაციის გადასამოწმებლად სამტრედიის საავადმყოფოში მივედით. როცა მოიყვანეს, გონზე რაღაცეებს საუბრობდა, ეხლა რამდენად გამართულად, როგორც ვიცი, მე კოლეგის გადაცემიდან, ხო? არ მომკლად რაღაც ასეთ გამოძახილებით და ეხლა რომ მას ჩაკითხოდნენ რაღაც კითხვებზე, პასუხები და რაღაცა ასეთი არ არის. ხონელიძის სამედიცინო ისტორიაში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. მხოლოდ ისაა მითითებული, რომ კლინიკაში შეყვანისას 32 წლის კაცი კონტაქტური არ იყო. თუმცა დეტალურად აღწერილი დაზიანებები და ჭრილობები, რომელიც მას ჰქონდა. ექიმი ამბობს, რომ ბევრი ორგანო დაზიანებული იყო და ყველა სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ამის მიუხედავად ოპერაცია მაინც გაუკეთა, თუმცა პაციენტი გარდაიცვალა. სამტრედიის საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, ხონელიძეს ცეცხლმასროლი ჭრილობები მხოლოდ ერთი იარაღიდან არ ჰქონდა მიყენებული. იყო საეჭო ერთ-ერთი ჭრილობა, რომ შესაძლებელია ყოფილიყო საფანტით მიყენებული, ანუ ორი სხვადასხვა იარაღით. საავადმყოფოს შემდეგ ჩვენ ისევ გრიგოლ ხონელიძის ძმასთან წავედით, იმის გასარკვევად იცნობდა თუ არა ის ზაზა თავაძეს, ან მისთვის რამდენად რეალური იყო, რომ თავაძის გვარი, როგორც მსროლელის, გრიგოლს ექიმებისთვის ეთქვა. აღარ უნდა დაუსახელებია გეშლებათ, იმიტომ რომ ასე არ ცხოვრობდა ჩემს როლი სახელი და მოსწორები. თავაძის და გიორხელიძის გარდა წყარომ კიდევ ერთი პირის ვინაობა დაგვისახელა. ეს კობა მეფარიშვილია, რომელთანაც წყაროს ცნობით ხონელიძეს კონფლიქტი ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ კობა მეფარიშვილი ახლა დაკავებულია, თუმცა სულ სხვა ბრალდებით. მას იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას ედავებიან. დედა გვიმტკიცებს, რომ მის შვილს იარაღი პოლიციამ ჩაუდო, რადგან მათი მოთხოვნის მიუხედავად ქვეყანა არ დატოვა. წამო საქართველოსთან თქვა, რომ ჩემი დედა ასე პოლიციის მოფლის მოადგილე მოთხა, საზღვარზე რომ გადმოდოდა არ უშვიდა, იარაღი თუ არ ჩავიდო. ზუსტად როგორც უთხრა ჩავდივი ის. ეგროდის მოხდა. ეს 3 აგვისტოს. რატო ერჩია, იცი? აი უსო რა ქვია, ეს სიმართლეო და შენი აპარატი და შენი არავის არ უნდა და წადი. კობა მეფარიშვილის დედა მისი შვილის ხონელიძის საქმესთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს. ამბობს, რომ ეს პოლიცია მათ იცის, თუმცა თვლის, რომ ადგილობრივი სამართალდამცავები რეალურ დამნაშავეს ფარველობენ. ხალხი ვიცი ხო, იქან იმდენი ავტომატები ამოიღეს იქან, იმდენი იარაღები ამოიღეს იქან. ის გაფორმებული ხო იყო? რატო არ დაიჭირეს ის ხალხი მაინც ხო ეს ცოცხალი ადამიანი გადარჩა. ის აცხობას მე ჩემი შვილის მეგობარი არ ერთული კავშირი არ ქონდა. რატო არ იქაც ვერ კითხავენ მიდიყვი ფულენობის ადგილზე? დამნაშავებს რომ ფარველები ყავთ ფაქტია, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია რატომ არ არიან ამდენი ხნის განმავლობაში დაკავებულები იმ სისხლიანი გარჩევის მონაწილეები. ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით დამნაშავებს კახა კალაძის ბამა კარლო კალაძეც მფარველობს, რომელიც მათ საკუთარი ბიზნესების ფარველობის და საარჩევნოდ ადგილობრივების ხმებზე ნადირობისთვის იყენებს. და რისი შედეგია ეს ყველაფერი? რისი შედეგია ის, რომ კრიმინალებს არავინ სჯის? კრიმინალურ სამყაროსთან ხელისუფლებას თავისი ანგარიშები აქვს და ეს ანგარიშები მეტწილად არჩევნებს უკავშირდება. გალელი კანონიერი ქურდები გვარად ქარდავებით წინა არჩევნებზე გიორგი გახარიას კაბინეტს ეხმარებოდნენ. მეტიც მაგალითად გავარკვიეთ, რომ 2020 წლის არჩევნების წინ გარკვეული საქველმოქმედო აქტივობები, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას უფრო ჰგავდა, კრიმინალური წარმომავლობის შავი ფულით ფინანსდებოდა. საერთაშორისო რეზონანსის და გამოძიების გამო პროკურატურამ ძიება ფორმალურად დაიწყო, თუმცა საქმე როგორც ჩანს ახლა თაროზეა შემოდებული. ქარდავების ძმა კი კალაძის უწყებაში თბილისის მერის ერთ-ერთ ქვემდებარე ორგანიზაციაში დაასაქმეს და ახლა მართველი პარტია იმავე ჯგუფთან თანამშრომლობის როგორც ჩანს ახალ სქემებს ალაგებს. გიზო და გელა ქარდავები. ძმები გალიდან ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები არიან და კრიმინალურ სამყაროში მეგრული კლანის წევრებად ითვლებიან. ახლა კვიპროსზე ცხოვრობენ და საქართველოს მოქალაქეობაც ორივეს ჩამორთმეული აქვს. თუმცა მათი გავლენები ჩვენს ქვეყანაში არ შესუსტებულა. Ворову в законе являетесь? Я вор. По жизни кем являетесь? Являюсь вором в законе.
გიზო და გელა გალსკები აქტიურად არიან ჩართულების სხვადასხვა საქმის მოგვარებაში, ენგურს გადაღმაც და გადმოღმაც. ქარდავების სახელი არაერთი არჩევნების დროს გაჟღერებულა და ყველასთვის ცნობილია, რომ საკუთარ გავლენებს ქართული ოცნების დასახმარებლად იყენებდნენ. სამეგრელოს ერთ ნაწილს ქარდავები, მეორე ნაწილს კი გელა გალსკის სიმამრი, ასევე კანონიერი ქურდი მერაბ მზარელუ აკონტროლებს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო ჩაიბარა. ქუჩის დალაგებაში და კრიმინალებთან მოგვარებაში კი წყაროს ინფორმაციით სწორედ ქარდავები ეხმარებოდნენ გარკვეული პირობების მიღების სანაცვლოდ. პირველად მესმის ეს სახელები არ ვიცი და საერთოდ მოგიწოდებთ თქვენს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები ბევრს ჭორაობენ, სამწუხაროდ. აი ბევრს ჭორაობენ. გადავამოწმოთ ფაქტები. საქართველოს მოქალაქე როცა არ არის, როგორ დაეხმარები? ლოგიკური კითხვა ხო არის? ძალიან მარტივი კითხვაა და შემიძლია მაგაზე პასუხისგაცემა გავლენებით, კრიმინალური ავტორიტეტები და კანონიერი ქურდების ჩართულობით რო ხდება არჩევნების მოგება ამასთან დაკავშირებით არის რა ქურდები ბიზნესმენები არიან გეუბნებით ვინ გითხრათ? როდიდან არიან ბიზნესმენები? 90-იანი წლებიდან? 90-იანი წლებიდან ბიზნესში არიან? კი, რა თქმა უნდა. ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები როგორც ჩანს ბიზნესმენებად იქცნენ. არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ კი სავარაუდოდ საქართველოში გადმორიცხული ფულის ხელშეუხებლობა იყო. ინფორმირებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქურდი ძმების ფულის გამტარი საქართველოში მათი მესამე ძმა მალხას ქარდავაა. ვარ მუნდირის პატარებელი და ვიცა პოლიციის ვიცება. ეხა პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ხარ? არა ვარ თანამშრომელი, მაგრამ პოლიციელი ვარ. მთელი ცხოვრება ვიცევდი კანონს. გასაგებია კრიმინალს და დღესაც ვებძი კრიმინალს. კანონიერი ქურდების ძმა კანონს რამდენად და სად იცავს, საგამოძიებო უწყებამ უნდა შეაფასოს. მთავარ პროკურატურაში საქმის გამოძიება მიმდინარეობს მალხას ქარდავას მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდ ცედაკას საქმიანობაზე. ეს ფონდი ქარდავამ 2019 წელს დააარსა და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საეჭვო ტრანზაქციების გამო კანონიერი ქურდების ოჯახის წევრები გამოკითხვაზე დაიბარეს. კითხვები მაგაზე ქონდათ აი ამ ფონდის საქმიანობაზე მხოლოდ? საქმიანობა იქ გამჭვირვალე იყო, მივიდნენ ბანკში, ამონაწერი ავიღე, მიუტანე და ამით დამთავრდა ყველაფერი. ელემენტარული არითმეტიკა, შემოსული თანხა და გასული, ხო? შეადარეს ერთმანეთს დაემთხვა და მოიხსნა ყდას. მალხას ქარდავას მოყოლილი ინფორმაცია პროკურატურაში გადავამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ კანონიერი ქურდების ძმამ მოიტყუა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმის ძიება ახლაც მიმდინარეობს 194 ფულის გათეთრების მუხლით და სამართლებრივი დახმარების მისაღებად რამდენიმე სხვა ქვეყნისთვისაც აქვთ მიმართული. მეტი დეტალი პროკურატურაში არ გვითხრეს, მაგრამ ფაქტია, მიმართეს იმ ქვეყნებს, საიდანაც უკანონო ფული სავარაუდოდ საქართველოში შემოდიოდა და რთული მისახვედრი არ არის, ვინ რიცხავდა მალხას ქარდავას საქველმოქმედო ფონდში ამ თანხას. შემოდიოდა ისეთი თანხები, რომელზეც გაჩნდა კითხვები, ანუ ან სავარაუდოდ დიდი თანხები და ასე შემდეგ. არა, დიდი თანხები. სამწუხაროდ არ იყო თუ ნეტარ ყოფილიყო დიდი თანხები, ყველა ხალხს მოხვდა და გაჩვენებულა. ამ ფონდში საიდან შემოდიოდა თანხები? რიცხავდნენ ფეხბურთელები, ბიზნესმენები, საქართველოსდან წასული რამდენი ემიგრანტი აფხაზეთიდან. მალხას ქარდავა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით მერიის სატრანსპორტო კომპანიაში 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაასაქმეს, დიდი მონდომებით ცდილობდა დაბერწმუნებინეთ, რომ ფონდს გაჭირვებული ხალხის დახმარების გარდა სხვა ფუნქცია არ აქვს. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ როდესაც ჩვენ ამ ფონდით დავინტერესდით, მისმა მფლობელებმა ყველაფრის გაქრობა გადაწყვიტეს. ეს იყო ცედაკას ოფიციალური გვერდი და მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ამ საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის გარკვევა, ეს Facebook გვერდი გაუქმდა. სანამ გვერდს გააუქმებდნენ, ვნახეთ, რომ ფონდი მხოლოდ 2020 წლის ზაფხულში იყო აქტიური, საპარლამენტო არჩევნების წინ. მას შემდეგ აქტივობა არ ყოფილა. მივედით მათ ოფიციალურ მისამართზე, რომ გაგვერკვია, ვინ უძღვება საქველმოქმედო საქმიანობას და რატომ დაიწყეს ინფორმაციის წაშლა. მიცკევიჩის 27B ამის მისამართად აქ ვიცი რომ ოფისებია და რომელიმე ხო არაა თქო. ცედაკა საქველმოქმედო ფონდია. არ არის ხა. როგორც ჩანს, სწორედ ამ საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხული უკანონო ფულის თავისუფლად გათეთრება და სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების გარანტია იყო გასულ წელს ქარდავების მოთხოვნა არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ. ფაქტია, ეს მოთხოვნა ქართული ოცნების ხელისუფლებამ მაშინ დააკმაყოფილა, რადგან 1 წელია გასული და ჯერ საქმეში ბრალდებული არ არსებობს. რა იქნება ახლა? სავარაუდოდ ისევ ხელისუფლებასთან დაიწყებენ ქურდები ვაჭრობას. გაიში თუ ჩამოდის, აღარ ჩამო.
აქ ვერ ჩამოვა, იმიტომ რომ ჩამოვა. თუ განშიშავები და რა ჩამოვა. ორივე კანონიერი ქურდი ხარ. ორივე ბატონო. მესამე მე ვარ. ჩვენ გვაინტერესებს რა ფორმით ღებულობენ არჩევნებში მონაწილეობას. ამაზე გეუბნია შენ არ გესმის ქართული. თუ მე განერულებად. ვისაც საინტერესებს მე შეიძლება. გიორგი გახარია ხელისუფლებაში აღარ არის. ვის დაეხმარებიან და ვისგან მიიღებენ კანონიერი ქურდები გარანტიებს. ფაქტია, როგორც გიზო და გელა, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე აქტიურად ცდილობენ სამეგრელოში და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარების კონტროლის ხელში აღებას. ისე ამ ფონდის ისტორია შესაძლოა პრეცედენტულიც კი იყოს საქართველოს უახლოეს ისტორიაში, რადგან ეს შესაძლოა აღმოჩნდეს პირველი დადასტურებული შემთხვევა და ფაქტი, როდესაც ეგრეთ წოდებული ქურდული ოფშიაკის ქურდული საერთოს გამოყენება ამორჩევლის მოსასყიდად ხდებოდა. ყოველ შემთხვევაში საქმე და ძიება მიმდინარეა და დასანანია, რომ აქამდე ის აქტიურ ფაზაში როგორც ჩანს არ გადასულა. და ვიდრე საქართველოს წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაშია გადაშვებული, ბიძინა ივანიშვილი როგორც ჩანს დროს ფუჭად არ კარგავს. ოლიგარქმა ამჯერად მისი აბასთუმნის რეზიდენციის მიმდებარედ ღობე აღმართა და ჯერ კიდევ სახელმწიფო ბალანსზე მყოფი ტყე შემოიერთა. შემდეგ სერგეი გლაზენაპის სახელობის კოშკს მიადგა, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი დაშალა და სხვაგან გადაიტანა. ხეების მოთხრა გადარგვის შემდეგ ეს ფაქტი არავის უყვირს და არც ის, რომ უძრავ ძეგლს აი ამ თავგადასავლის შემდეგ არანაირი კულტურული ღირებულება აღარ შერჩა. მაგრამ ადგილობრივების გაკვირვება ოლიგარქმა მაინც შეძლო. მეცნიერ მუშაკებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც წლებია სპეციალურ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ, დაურეკეს და უთხრეს, რომ შეუძლიათ აბასთუმანში აღარ ჩამობრძანდნენ. დაახლოებით იგივე უთხრეს ჩვენს ჟურნალისტებსაც, რომლებიც ვითარებაში გასარკვევად ადგილზე ჩავიდნენ. რატო არ შემიძლია გადავიდო? ჩემი უსაფრთხოება აქამდე გასწავლდა და მე რაცული იქნება. ხელი გამიშვი. ხოდა ნუ ძალოვდა კურორტ აბასთუმნის ტყეში იმ ადგილზე, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის სეირნობისას, შესაძლოა გაურკვეველი პირები მოგადგნენ და ტერიტორიის დატოვება მოგთხოვონ. მიზეზად კი თქვენივე უსაფრთხოება დაასახელონ. პირი, რომელიც ტერიტორიის დატოვებას კატეგორიულად გთხოვდა, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვა. ნუ ჩაბძალდნენ გამო. რატო მომყვები მიხარი? რატო მომყვები? აუნა დაინახო, რა უნდა ვედო. საკადასტრო რუკაზე ტყისის ტერიტორია, რაც ბიძინა ივანიშვილს მესრით აქვს შემოღობილი სახელმწიფოს კუთვნილებაშია. მესერზე არც ერთი ინფორმაციული ბანერი დატანილი არ არის და არც რაიმე მანიშნებელია იმისა, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს უკანონო ღობის იქით. ჩვენ აბასთუმანში ობსერვატორიის ისტორიული კოშკის გადასაღებად ჩავედით. ადგილს, სადაც პირველი ტელესკოპი და გლაზენაპის კოშკი იდგა, ახლა ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვა იცავს. სერგეი გლაზენაპმა პირველი ტელესკოპი აქ კოშკში 1890 წელს დადგა. ობსერვატორიაც ამის შემდეგ აშენდა. გლაზენაპის კოშკი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი იყო. მანამდე სანამისგან 100 მეტრში ბიძინა ივანიშვილმა რეზიდენციის მშენებლობა არ დაიწყო. 2 წლის წინ ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი დაშალეს. ტელესკოპი კი თანამედროვე ბლოკებით აშენებულ ფარდულში სულ სხვა ადგილზე გადაიტანეს. იდგა გიორგის სასახლესთან, იქ არის ფერდობი და იმ ფერდობის თავზე. საიდანაც თვითონ გლაზენაპი აწარმოებდა დაკვირვებას და პირველი ტელესკოპი საქართველოში იდგა იქ. აბსოლუტურად დარღვეულია პროპორციები და სხვა მასალა ალბათ გამოყენებული, იმიტომ რომ ის იყო იმას ეთყობოდა, რომ ძველია და ეს არის ნუ ახალი რაღაცა. კოშკთან ერთად სახეს იცვლის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაც. იმისთვის, რომ ტელესკოპმა ციური სხეულები დაინახოს და მეცნიერულად გამოიკვლიოს, ამისთვის საჭირო მოწმენდილიცაა. ასტრონომიულ ობსერვატორიებს, როგორც წესი, ქალაქგარეთ ხელოვნური განათების, ტვრისა და სამრეწველო ნაგებობების გამონაბოლქვისგან მოშორებულ ადგილებში აშენებენ. ცისის უთავის გამო შეირჩა აბასთუმანიც, თუმცა რაც ბიძინა ივანიშვილმა ამ დაბაში დაფუძნება მოისურვა, სურათი თანდათანობით შეიცვალა. ძალიან როგორ გითხრათ, არაორდინალური აბასთუმანი. სოფლიოში არ არის მსგავსი. ამას რომ დაემატება კიდევ ჩვენი მხრიდან იქ ობსერვატორიაზეც ზრუნვა მიდის ცალკე. აბასთუმანში შემოვლითი გზის მშენებლობა 2018 წელს მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში 2 კვირით დაისვენა. გზას პირველი პროექტის მიხედვით კურორტზე უნდა გაევლო, მაგრამ გეგმა შეიცვალა. აბასთუმნის შემოვლითი გზა ტყეპარკის ტერიტორიას 14 კილომეტრზე გადაკვეთს. ამავე მონაკვეთზე 3 კილომეტრამდე გვირაბი გაკეთდება და ობსერვატორიის ტერიტორიას ნიშნულოვნად მიუახლოვდება. შემოვლითი გზის სიახლოვე ასტროფიზიკურ ობსერვატორიასთან საფრთხეს უქმნის სამეცნიერო კვლევით მუშაობას. თანამშრომლები უკმაყოფილება
განმაყოფილებას არ მალავენ და ამბობენ, რომ მათ მზის მშენებლობის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, როდესაც უკვე ხელისუფლებისგან ნებართვა გაცემული იყო. პირდაპირ გითხრათ, ეს ყველაფერი პრობლემებს უქმნის ობსერვატორიას. ჩვენ გქონდა ამაზე მცდელობა, ლაპარაკობდით, რომ იქნებოდა სხვაგან გასულიყო ეს გზა და ესე ახლოს არ ჩაევლოთ ჩვენთან მოლაპარაკებებიც იყო იქ დამპროექტებდა, მაგრამ სამწუხაროდ გზამ ესე მოგვიახლოვდა ჩვენ. ობსერვატორია მთაყანობილზე ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. ჰაერი აქ ყველაზე სუფთა, ამიტომ ოლიგარქმა დაფუძნება სწორედ აქ გადაწყვიტა. სწორედ ამ დროიდან აბასთუმნის ობსერვატორია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსიდან სახელმწიფოს გადაულოცეს. შეიცვალა ობსერვატორიის ხელმძღვანელობაც. ობსერვატორიასთან ახლოს არის ბინები, რომელიც აქ წლების განმავლობაში მოღვაწე მეცნიერებს ეკუთვნოდათ. ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ ტერიტორიების საკუთრებაში დარეგისტრირება შეუძლებელი გახდა. სასამართლო დავები ამ საკითხზე რამდენიმე თვეა გრძელდება. პრივატიზაციის წინააღმდეგი ვარ, პირდაპირ გითხრათ. კი, ვიცი, არიან ნაწილი თანამშრომლები ამის მომხრები, იმათიც გასაგებია, იმიტომ რომ ანალოგიურად ეხლა იცით რა არის, აი მთელი ცხოვრება აქ ხარ, მუშაობ, აკეთებ, სახელია სახელმწიფოსთვის, სახელია ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ასტრონომია თუ არ იქნება საქართველოს ესე ძალიან ცუდი იქნება და მე ასე ვთქვათ, არაფერს არ ვტოვებ შენ შვილებს. კიდევ ერთი დეტალი, ამ ბინებში დახარჯულ შუქის ფულს ერთობლივად იხდის სახელმწიფოს კუთვნილი ობსერვატორია. ეს ერთი შეხედვით უწყინარი აქტი კი აქ მცხოვრებთა კვალს იურიდიულად საბოლოოდ აქრობს. არის ეჭვი, რომ ტერიტორიას კანონით თუ უკანონოდ ერთი ადამიანი ეპატრონება. ამის დასტურია აპრილის დადგენილება, როცა ბინების მეპატრონეებს უთხრეს, რომ ზაფხულში აბასთუმაში დასვენებას ვეღარ შეძლებდნენ. ობსერვატორიის თანამშრომლის ოჯახის წევრი სტუმრობისთვის ამ თანამშრომელზე განპირობებულ ბინაში სავალდებულოა შესაბამისმა თანამშრომელმა მოხსენებითი ბარათით მიმართოს დირექტორს სტუმრის ოჯახის წევრის ვინაობის და სტუმრობის ვადის მითითებით. ობსერვატორიის დირექტორის თანხმობის გარეშე სტუმარი ოჯახის წევრი ობსერვატორიაში არ დაიშვება. ბიძინა ივანიშვილმა ობსერვატორიას ტელესკოპი უყიდა, თუმცა იმუშავებს თუ არა მისთვის როგორც ჩანს სულ ერთია. ობსერვატორიიდან 5 კილომეტრში ფონდი ქართულ პარაგრაფ მერიოც აშენებს. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო სასაშენებლად 30 მილიონი დოლარი იხარჯება. წიწვოვანი ტყით გარშემორტყმული სასტუმრო 10,000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს იკავებს, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართი 25,000 კვადრატული მეტრია. ობსერვატორიიდან 500 მეტრში აღობილში კიდევ ერთი სასტუმრო რედიქსის დაკვეთით ჩნდება, რომლის 100% წილის მფლობელი ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია. ჩემი პირადი მოსაზრება არ ვთვლი, რომ ეს რაღაც დიდ საფრთხეს შეუქმნის ასტრონომიულ დაკვირვებებს. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ასეთი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას. მაგრამ თუ სასტუმროები მკაცრად არ დაიცავენ ობსერვატორიის მუშაობისთვის აუცილებელ სტანდარტებს, შესაძლოა პრობლემა საგანგაშო იყოს. მართალია, ახლა მთლიან ადამიანებისგან ვერ დავცვლით ჩვენ რეგიონს ესეთი რამე შეუძლებელია, მაგრამ იქნებ მოხერხდეს მაქსიმალურად, რაც შეიძლება მეტად დავიცვათ იმისაც, რომ განათება იყოს მინიმალური და ეს დაბინძურებაც, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ნაკლები. ტურისტებისთვისაც აღარ იქნება ის საინტერესო, ეს ძალიან შორს არავინ არ წავა. და ამიტომაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მისი სამეცნიერო ფუნქცია იყოს შენარჩუნებული. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის შენობის სამეცნიერო სტატუსი შენარჩუნდება თუ არა, ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სავარაუდოდ მას ისეთივე ბედიელის, როგორც ტუბერკულიოზის ცენტრს. მას შემდეგ, რაც აბასთუმაში ბიძინა ივანიშვილი დასახლდა, სამსახურის დაკარგვის შიშით ექიმებმაც კითხვეს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში აბასთუმნის ჰაერზე გავრცელებული სამედიცინო დასკვნა მითი იყო და ტუბერკულიოზიან ადამიანებს აბასთუმაში მკურნალობა სულ არ სჭირდებოდათ. სწორედ ოლიგარქის მოთხოვნით ახლა საავადმყოფო ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციიდან მოშორებულია. რაბედიელის ობსერვატორიას უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი მისკენ მიმავალ სახელმწიფო კუთვნილებაში მყოფ დღეს გზა დაგზაღობავს. ალბათ ბუნებრივად გაგიჩნდებათ კითხვა, ვისი ან რისი ბრალია ეს ყველაფერი? იქნებ ხელისუფლების, ან ქართული ოცნების, ან სულაც პირადად ოლიგარქის. არა და არა, ყველაფერი ოპოზიციის ბრალია. თუ არ გჯერათ, კითხეთ ღარიბაშვილს ან კობახიძეს და ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნიან. წულუკიანს სჯობს არ კითხოთ, რადგან შეიძლება რამე მოგპაროთ. ისე მოვიდნენ და ისე მიდიან, რომ ახლაც კი, 9 წლის შემდეგაც კი, მათი მთავარი სასაუბრო თემა ისევ ოპოზიციის ლანძღვა. ქვეყანა უკან მიდის, ხალხს შეა, ფასები იზრდება, რუსები მავთუხლართებს ავლებენ.
ოცნებას ყოველთვის აქვს პასუხი და ყავს საკუთარი განტევების ვაციც. უпростоრად განტევების ნაცი. ეს რა თქმა უნდა არის პირდაპირ, ასე ვთქვათ, ნაციონალების მიერ შემუშავებული გეგმა და ამის ნაწილია და არ აქვს მნიშვნელობა ღარიბაშვილი ამჯერად რას აბრალებდა ნაციონალურ მოძრაობას, რადგან ისედაც ყველაფერს ნაციონალურ მოძრაობას აბრალებს მე-9 წელია. ღმერთმა დაგვიფაროს და ხვალ რომ ყელის ზეგანზე ფიდარ-ხოხის ვულკანმა გაიღვიძოს ან სულაც მეტეორი დაგვეცეს, მაგასაც ნაციონალებს დააბრალებს საქართველოს ხელისუფლება. ერთო ჯამში მაინც სააკაშოს ბრალდება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა. დიდი ხანია რაც ამ აბსურდის სმენა გვიწევს. აი თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებები რომ არაინთო, ეგეც ნაციონალებს დააბრალეს რამდენიმე წლის წინ. თუ გადამწვარი არის ის ჩამოკიდებული განათება და რა ხდება? ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვდა. ხელისუფლების ამ ყაულგასული პროპაგანდის შედეგია ის იდიოტური კომენტარები, რომელთა მოსმენაც ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევს. აი მაგალითად, გორის ერთ-ერთ საბავშვო ბაღს საპირფარეშო რომ არ ქონდა და ბავშვები სათლებში ისაქმებდნენ, ბაღის დირექტორმა ისევ ნაციონალურ მოძრაობას დააბრალა და თან დასძინა, რომ ჩაფსმას ისევ სათლში მოსაქმება ჯობია. უცებ ჩაფსმას ჯობია, რომ იქ სათლებში მოინელონ ის მოსანელებელი. ეს პრობლემა გახდა. ესა ნაციონალების პრობლემაა. კი, ნაციონალების პრობლემაა ესა. რა არის? ეს არის პოლიტიკური. პოლიტიკური ეს ყველაფერი მე თუ მკითხავთ გოგუებო, რატო იცინებთ? ესა ჭრა არ გააკეთო. ნაციონალების ბრალია ქართული ოცნების პოლიტიკური ცისტიტიც. აი ვთქვათ, ირაკლი ღარიბაშვილმა რომ თავისი ცოლის ძმისშვილით დაწყებული სიმამრის გერით დამთავრებული სხვადასხვა სამინისტროს მაღალჩინოსნებად დანიშნა, ეგეც რა თქმა უნდა ნაციონალების ბრალია. არა ქალბატონო ლეილა. კი, ნაციონალების პრობლემაა ესა. ღარიბაშვილის 300,000 ლარიანი საათიც ნაციონალების ბრალია და ისიც რომ მისი თავდაცვის მინისტრობის დროს ჯარისკაცები უტყვიაწამლოდ საკუთარი ხმის იოგების ამარა იყვნენ დარჩენილები. გაცხლის ამისათვის მიმართულები. ესა პრობლემა გახდა. ესა ნაციონალების პრობლემაა. 2011 წელს, როცა ბენზინის ფასი 1 ლარი და 95 თეთრი იყო, კახა კალაძე ამომრჩევლებს ჩვეულ სტილში ატყუებდა. 1 ლარი და 95 თეთრი რა ამბავია, ეს ფასი აშკარად ხელოვნურადაა გაბერილი, რომ ყოველი გაყიდული ლიტრიდან 1 ლარი სააკაშვილის ჯიბეში წავიდესო. 1 ლარი მიაკ ნაციონალურ მოძრაობას ყველაფერი ხდებოდა შავი ფულის სახით, ქეშად ხდებოდა. მას გამოეკომაგა ქართული ოცნების პარტიული აქტივისტი და შემდგომში საქართველოს თავდაცვის გამორჩეულად უსახო მინისტრი ლევან იზორია და დაგვპირდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბენზინის ფასი 1 ლარი და 75 თეთრი გახდებოდა. საქმე გვაქვს ხელოვნურად ფასების მომატებასთან, შეიძლება 1 ლარი 75-იც კი იყოს ღირებულება რეალური საწვავისა. მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-9 წელს ბენზინის ფასმა ყველა რეკორდი მოხსნა და 3 ლარი და 20 თეთრი გახდა. ესეც რა თქმა უნდა ხო ხდებით, ანუ ქალბატონ ლეილა? კი, ნაციონალების პრობლემაა ესა. საქართველოს ერთიანობის სიმბოლო და კულტურის გამორჩეული ძეგლი გელათის ტაძარი რომ 2021 წელს თავზე გვენგრევა, თურმე ეგეც ნაციონალების ბრალია. არის რამდენიმე უთხოვარი ფაქტი, რომ ეს პროცესი დაწყებულია 2011 წელს. კი, ნაციონალების პრობლემაა ესა. ალბათ ისიც გახსოვთ, ქართული ოცნების პოლიტიკოსები ხელისუფლებაში მოსვლამდე სრული სერიოზულობით რომ ამბობდნენ, ქათამი იმიტომ ღირს ძვირი, რომ თითო ბარკალი მიშასთან მიდისო. დღეს ქათამი ორჯერ ძვირი ღირს, ვიდრე 2011 წელს. რატომ გაძვირდა ქათამი? აქ არის ჯაჭვური რეაქცია. როცა ნებისმიერი სხვა პროდუქცია ძვირდება, ავტომატურად სხვა რაღაცეები ძვირდება. არ არის მართალი. სინამდვილეში ქალბატონ ლეილა თუ შეიძლება რომ აუხსნათ, რატომ გაძვირდა ქათმის ფასი? ესა ნაციონალების პრობლემაა. არის თევზი? არა, იდან გეუბნა, ვერაფერს დაუჭირე. და რისი ბრალია რაშია ხდება? ალბათ საჭმელია ვდოთ. არა, არ არის მართალი. არ არის მართალი ქალბატონ ლეილა. ეს არის პოლიტიკური. და
ნაციონალების ბრალია ისიც, რომ ახლა ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რამდენიმე წუთის შემდეგ კი გაჩვენებთ რა ხდება COVID კლინიკების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ჩვენ მალე დავბრუნდებით.